დიდი მადლობა მინდა ვთქვა თქვენს პირდაპირ ეთერში. უთხრა ელენეს, ირაკლის, ზურას და განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მამუკას. კი, თქვენ აქ ისაუბრეთ. ჩვენ ბევრი დღე, განსაკუთრებით ბოლო დღეები მუშაობდით უკვე პროგრამაზე. მართლაც მუშაობთ რაც ირაკლი მახსენა, სხვა ოფისებში შესაძლებლობის დაგვარად ვიკრიბებოდით დღის განმავლობაში და განსხვავებული ხედვების შეჯერება ხდებოდა. ამიტომ იმ კითხვაზეც გამომე პასუხისგაცემა, რომელიც დასვინგა, ჩვენ ეს გზა, ის ტკინეული გზა, რომელიც შეიძლება მამას ეჩვენებოდეს, რომ ტკინეულია და მე მგონია მთელი უპირატესობა ამ ერთიანობის არის სწორედ ეს, რომ ჩვენ არა ვართ ერთნაირები. მე პირადად თქვენს თავად მონოლოგში აღნიშნეთ, ხო? ასეთი თბილისი მინდა, თქვენს გინდათ და ასეთი ქვეყანა გვინდა, რომ არა, მე მარტო თბილისი კი არ მინდა, მე საერთოდ ვეღარ ვეგუები ერთი პარტიის დომინაციას. აქ არის უკვე ხელში ერთი ლიდერი. ჩვენ შორის მერწმუნეთ, იმდენად დიდი პატივისცემა არსებობს, იმდენად დიდი რიდი არსებობს, იმდენად მაგრამ ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ ურთულეს ავტორიტარულ ასე ვთქვათ, ქვეყანაში პოლიტიკის კეთება ძალიან რთული არის. ძალიან რთული არის ნამდვილად და ძალიან საკმარისად გავიცანით თვითონ ჩვენგანმა ერთმანეთი. ამიტომ თუ კი რამეს ექნება მარგი ქმედების კოეფიციენტი, მე ვფიქრობ, აი ამ გუნდს ექნება ერთად მუშაობის პირობებში. ერთი წუთით ეს კოალიციური გუნდიც რომ არ იყოს ნორმალურ ვითარებაში, თუ კი რომელმე ცალკე აღებული მერი არის მერი, მას რო ყავს მოადგილე ან იმას დეპარტამენტს, ერთი კაცი ჭკუაზე ხო არ უნდა იაროს, ან პირიქით ერთი მოადგილე ჭკუაზე ხო არ უნდა იაროს. კარგით, ეხლა ვერ ხვდებით რას გეუბნები. არა, თქვენ კი არ გეუბნებით. როგორ აი უყურე ყოველთვის ერთი კაცის გადაწყვეტილება. რას ლაპარაკობთ? არა, ინგალ მილიონნახევრიანი ქალაქია, 30000 თანამშრომელია. თითოეულ ადამიანს მე რომ მკითხო, ხუთნი ვართ, ხო? 5 ადამიანი კი არა, დამატებით კიდე 5 ადამიანია საჭირო, წესიდარიგით, იმდენად ბევრი საქმეა საკეთებელი. ხო, თქვენ შემთხვევაში თქო, ეხლა საგინახავთ მე რო ენის მოჩლექით ველაპარაკებოდე რესპონდენტებს, მაგრამ მე მომწონს, მაგრამ აი ძალიან რისკების შემცველი იწვა. ჩვენ შევაჩიოთ კოალიციური. რო არ დაგეთანხმოს რაღაცაზე, თუ არ დამეთანხმება, ეს ჩვენთვის პატივი იქნება, ესე იგი სადღაც რაღაცა პრობლემა მაქვს, ხო? დააზღვევა ურთიერთ განსხვავებული აზრების შეჯერებით გუში მткი და გავიმეორებ, იბადება სწორი გადაწყვეტილება, მხოლოდ გამიხარდება და მართლაც ბევრი რამ მისავლია მე ამ ადამიანისგან, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, რაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რა პირდაპირ ეთერში ვარ, კი, გამოცდილი ადამიანი, რომელმაც მე არ შემიქმნია 10000-ობით სამუშაო ადგილი თბილისში, მათ შორის. მამუკას შექმნილია 10000-ობით სამუშაო ადგილი, ეს ხო სწორ ადგილზე არ იქნება, ხო? გავლილია მთელი პროცესი მას თავს საკუთარი ხელით არათუ აღწერილი, დახაზული აქვს და ამის შემდეგ ხორჩესმული აქვს. ამიტომ ზურა გიჩი ჯაფარიძე აბსოლუტურად სწორი ხედვის თანამედროვე შეხედულებების ადამიანი, რომელსაც არასოდეს არ ერიდება კერძო საუბარში გითხრას, რომ ნიკა ისი ამ საკითხში არ გეთანხმები, მოდი ასე გავაკეთოთ. ირაკლის და მე მეგობრობ წლების განმავლობაში მართლაც და ველზეც ბევრი გვიმუშავია ხელისუფლებაში, როცა მერის მოადგილე იყო ირაკლი, მე ვიყავი 1 წლის განმავლობაში ცოტა მეტი ზოგი თბილისის გამგებელი, იქ დავმეგობრდით, მე ვიყავით ბატონი ნარმანიას ოპოზიციაში და ნუ ელენესთან ასევე თემო საქართველოს წლების განმავლობაში მეგობრობდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩანს და მე მიხარია ასევე ყველაზე მეტად რა, რომ ჩვენ რა გავაკეთეთ გუშინ. ალტერნატივა შევთავაზეთ საზოგადოებას. ერთხარეს არის ძალიან პირქუში ერთი ფერი, ძალიან უღიმღამო ფერი, რომელიც ძალადობს, რომელიც აბუჩად გვიგდებს და მინდა სოლიდარობა ძალადობაზე გამახსენდეთ, სოლიდარობა გამოუცხადო ლექსორაფავას ოჯახს, ადამიანს, რომელსაც გუშინ ხელყუმბარა და იარაღი ჩაუდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებს აგებენ სამეგრელოში და აპირებდნენ ასევე კიდევ ერთი ყოფილი პოლიციის დაკავებას რუსლან შამახიასის ზუგდიდში და რომელიც დღეს იყო ანაწერეთლის და თორნიკე დილის 6 საათიდან ვიყავით მაყურებელს გადაცემის მეორე ნაწილში ის ინტერვიუს ჩვენ. ხო, მხოლოდ იმიტომ, რომ ესენი არიან გამოცდილი ადამიანები, ჩვენი მეგობრები, იქ მამას შტაბში აქტიურად ჩართულები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გაყალბებაში ხელი შეუშალონ ქართულ ოცნებას და ხელს უშლის ახლა როგორც ჩანს და გადაწყვეტეს განეიტრალება ამ ადამიანებს. დიახაც, ერთხარეს ეს ხალხია და მეორე მხარეს აღმოჩნდა პრაქტიკულად მთელი სპექტრი ოპოზიციური განსხვავებული
არა უბრალოდ პარტიების წარმომადგენლების, არამედ ლიდერებისა. ეს სხვა ეს არის ძალიან საინტერესო თემა, ლიდერების თემაზე. ბოლომდე გეტყვით, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა. კი, ლელოს ოფისში ვიყავით, გავდიოდით მისხალ დეტალებს საარჩევნო პროგრამისა, როდესაც შეხვედრის ბოლოს კი ასე იყო ეს და მე მჯერა გამიგონია წამიკითხავს როგორც ჩანს არც თუ ისე იშვიათად ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი გადაწყვეტილებები აი ესე დაუგეგმავათაც მიიღება ხოლმე და მამუკა ხაზარაძეს რეპლიკამ რომ მოდით ფრონტი ხო არ გავშალოთ და ეს ნაბიჯი ხო არ გადადგოთ სიმართლე გითხრათ პირბადე ეკეთა თავიდან და ვერ მიხვდი რამდენად გულისხმობდა ამას სერიოზულად იცით მაგრამ ნუ 20 წამში დავწმუნდით რომ ეს ის შემოთავაზება იყო ეს წინადადება იყო რომელიც განხორციელების შემთხვევაში აი არ მომცემენ ყურისთვის შესაძლებლობას პირველი ჩემი ემოცია იყო ამას გავაკეთებთ ჩვენ ხალხთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას მოვიპოვებთ. იმ წამსვე დავიჯერე ეს ყველაფერი და დღეს კიდევ უფრო გამიმტკიცა რწმენა, როდესაც თბილისის ქუჩებში გადავადგილდებოდი. კიდევ უფრო გამიმტკიცა რწმენა, როდესაც ყველა ადამიანი, ვინც საარჩევნო პროცესში ჩართულია, გირეკავს გეხმიანება შტაბში მოდის და გეუბნება, რომ წარმოუდგენელი განწყობაა თენქაზე, ვაკეში, საბუთაოზე. ყველა გვეუბნება, რომ თუ კი ახლა მართლა ჩვენ მრავალფეროვანმა აი ამ გუნდმა ვერ გავიმარჯვოთ და თუ კი თქვენ ახლა ვერ გაიმარჯვოთ, მაშინ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრი არ აქვს. აი ეს ემოციები წამოვიდა.